მოგესალმებით, მეგობრებო. ესე იგი, იუპიტერზე ორი ვიდეო ჩავწერე და არ დამწყე ჯერ უშუალოდ გადასვლა ნიშნებზე და სახლებში როგორ ვლინდება. რა თქმა უნდა, აქ შედარებით მოკლედ გთავაზობთ ამ ვიდეოებს, ამ ციკლს იუპიტერის, თუმცა მე უფრო ვეცდები ხოლმე ისეთ ინფორმაციები მოგაწოდოთ, რომელიც მაინც არ წერია და უფრო პრაქტიკულ გამოყენებაშიც უფრო ჩანს, ვიდრე თქვათ თქვენც შეგიძლიათ მოიწიოთ ეს ინფორმაცია. პირველ რიგში ერთი ის მინდა გითხრათ, რომ აი ნიშნულოვანია ასტროლოგიაში მეგობრებო აზროვნება ასტროლოგიურად. ჩვენ შეიძლება ყველა კომბინაცია დავიზეპიროთ, მაგრამ ვეღარ დავაკავშიროთ ერთმანეთთან სწორად. ყველაზე მთავარი ეს არის სინთეზური ანალიზი ასტროლოგიაში. აზროვნება ასტროლოგიურად. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფაქტიურად, კარგი მახსოვრებაც გჭირდება, იმიტომ რომ აქ არის ასობით კომბინაცია და ათასობით კომბინაცია და ყველაფერი ზეპირად უნდა ვიცოდეთ. მაგრამ სულაც რო ზეპირად ვიცოდეთ, თუ აზროვნებას არ შევიტანთ, აქ ძალიან გაგვიჭირდება უკვე ასტროლოგიაში რაღაც სერიოზულ ამაზე გავიდეთ, ხო, შედეგებამდე, ხო? სწორედ ამდენი ვიდეო რო ვდებ ხოლმე 700-ზე მეტი უკვე მე მგონი ვიდეო მაქვს დადებული, აი უწყობს ხელს რომ ჩამოყალიბდეს ასტროლოგიური აზროვნება ადამიანში, ხო? იუპიტერი აი ამ აზროვნებაშიც რო დაგეხმაროთ, სხვაშვილი ძალიან საინტერესო სკოლა დამეწყო ახლა ისევ, მესამე ნაკადი არის უკვე ასტროლოგიური სწრაფი კურსის და ამ სწრაფ კურსში ძირითადად ყველაზე მნიშვნელოვანს გავდივართ, რაც მაინც წიგნებით არ მოიპოვება ხოლმე და აი ზუსტად ამ სინთეზურ ანალიზს ვსწავლობთ ხოლმე. და ძალიან საინტერესო ხალხი არის და თერაპიული ჩართვები გვაქვს და განხილვები პირადი რუკების და მოკლედ ძალიან საინტერესო კურსი არის და მარტში მექნება შემდეგი ნაკადი, წელიწადში ორჯერ ვაკეთებ ხოლმე ასტროფსიქოლოგიის მოკლე კურსს და რატომ მოკლეს? იმიტომ რომ თავარი რა არის იცით, ახლა ასტროლოგიის სწავლაში რომ გავითვალისწინოთ ის, რომ იმ კომბინაციების ნელ-ნელა შესწავლის სინთეზი არის ისევ რო გითხრათ ყველაზე მთავარი. და თუ ახლა ადამიანს არ უნდა მაინც კითხვა კომბინაციების და უბრალოდ ლექსების სწავლით უნდა ასტროლოგიის სწავლას, ესე მაინც არ არის ხოლმე. ლექსებზე ჩვენ შეგვიძლია გავაცნობიეროთ ის, რაც ლიტერატურაში წავიკითხავთ და ვერ ხვდებით. ეს არის ყველაზე მთავარი და ვისაც ახლა კურსზე არ შეუძლია მოსვლა, მათთვის ესე გთავაზობთ ესეთ ვიდეოებს. ნამდვილად არ ვზოგავ ხოლმე ინფორმაციებს და თავს ამ მიმართულებით და ერთი რა მინდა კიდევ აგიხსნათ. როდესაც იუპიტერზე თუნდაც ვლაპარაკობთ, ახლა წინა პლანეტებზე ჩვენ გავიარეთ წინა ვიდეოებში, როცა იუპიტერზე ვლაპარაკობთ, იცოდეთ, რომ იუპიტერი ადიდებს ყველაფერს, კარგსაც და ნუ ახლა ცუდს ესე ვერ ვიტყვით, როგორც შეიძლება სატურნმა, ანუ რაღაც ისეთი მძიმე პლუტონმა რაღაც გაადიდოს და გააფუჭოს, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ადიდებს ყველაფერს. როდესაც მაგალითად იუპიტერი მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმიზმი არის, ეს არის ხალისი, ეს არის დიდი გული, ეს არის რაღაც შინაგანი ღირებულებების ღერძი, მას აქვს ასევე ცოტა ნეგატიური მხარეებიც, ოღონდ ადამიანზე არის დამოკიდებული ამ პლანეტას ნეგატიურად აითვისებს თუ პოზიტიურად აითვისებს. რაც არ უნდა ნეგატიური ასპექტები იყოს. მაგრამ როდესაც ვერძი ზოდიაქოში ხვდება, ახლა პირველიდან რომ დავიწყოთ ხო რომ მივყვეთ ვერძში არ არის ცუდი მდებარეობა იუპიტერისთვის და იუპიტერი კარიერას იძლევა, მაგალითად, გაფართოების შესაძლებლობას, რეალიზების შესაძლებლობას იძლევა და ვერძი ჩვენთან ეს არის ლიდერული ენერგია, მარტოხელა მებრძოლის ენერგია. ანუ ვერძი სადაც ხვდება, მეგობრებო, ეს არის აი მარტო, არავინ არ ჭირდება, მარტო მივდივარ და უძღვები სხვებს. ოღონდ ხშირად ამბობენ ხოლმე რა, აი ლიდერი, რომელიც გუნდს უხელმძღვანელებს, კი შეიძლება ესე იყოს, მაგრამ უფრო ლომი არის ესე გუნდის მიმძღოლი წინ და რო აერთიანებს ჯგუფს, ხო? და აი ვერძი არის, აი მარტო მივდივარ და თუ გინდათ გამოვყევით. აი ესეთი ენერგია არის. იუპიტერი, როდესაც ვერძში ხვდება, ადამიანი არის ძალიან პირდაპირი საზოგადოებაში და აქ არ უნდა შეგვეშალოს, შეიძლება ვენერაც ვერძში იყოს, ან ვენერა ვერძში და პირდაპირია ესეთი ქალი, თუნდაც ან მარსი ვერძში, მაგრამ ამ პლანეტებს აქ მოქმედების არეალი სხვადასხვა. ვენერა არის მე უფრო ესთეტურად როგორ ვავლენ თავს, მარსი არის როგორ ვიბრძვი და ცოტა აგრესიული სადვარ, ან შემიძლია რაღაცნაირად ფიზიკური ენერგია
რა ფორმით გამოვიყენო, ხო, ახლა მარსი ვერცხლში ეს არის აი აქტიური მოძრავი ადამიანი. მაგრამ იუპიტერი ეს ცოტა სხვა პლანეტა არის, სხვა ენერგეტიკული ველი არის, ეს არის ფილოსოფიური ხედვები, მაგალითად, შეიძლება აქ ადამიანი იყოს ძალიან დამოუკიდებელი, ახლა სხვადასხვა ხედვებში, არავის მაინც არ უგდებს კურსს, ეს ხანდახან ძალიან კარგიც არის, რომ იყო თავის ფილოსოფია აქვს ადამიანს, თავისი ხედვები აქვს ცხოვრებაზე, აი ესეთ ტერმინებს რო ხმარობთ, აქ იუპიტერი არის ჩართული. როდესაც ჩემთან პირად რუკაზე მოდიან, ხო გვაქვს ჯერ დიალოგი, ვაყოლინებ მაგალითად როგორ ცხოვრობს, რა პრობლემები აქვს. ჩემთვის ეს დიალოგი მნიშვნელოვანი არის, რომ დავინახო რომელი პლანეტები რა ფორმით არის აქტიური, ხო ადამიანი რო მიყვება თავის ცხოვრებას, რომელიც ჩანს ხოლმე რუკაში. ამ ყოლაში მნიშვნელოვანი არის რა სიტყვებს ხმარობს. აი ეს სიტყვები მოკლედ ამახსოვრებული მაქვს პლანეტებთან. ეხლა ამ ასპექტზე ლაპარაკობს, ეხლა ის იუპიტერია წუხებს, ეხლა ან სატურნია წუხებს. აი ამ დიალოგში ჩანს ხოლმე პლანეტები. აი ესე დონეზე უნდა ვიცოდეთ, ხო? სიტყვები, რომელსაც უნდა ჩვენ ვიყენებთ, ან ადამიანები იყენებენ, აქ ეხლა იუპიტერია, ვენერა არის თუ მთვარე არის, ხო ჩართული. აი კოკო ხვდები რომ თვითონ რომ მიყვებიან რაღაცებს, ხო? რომ კიკი აი ესე ვარ და ვხედავ რომ მიდის უფრო მეტად ეხლა მთვარეზე, ან ეხლა უკვე შავმთვარის ტრამა მოხდა, ან პლუტონი ჩაირთო, აი აქ დიალოგით ისე კარგად უნდა ვიცოდეთ ეს პლანეტები, რომ გვესმოდეს უკვე ადამიანი რაზე ლაპარაკობს, ხო, უკვე ვიცოდეთ რა პლანეტა იყოს ჩართული. ამიტომ, როდესაც იუპიტერზე ლაპარაკობთ, აქ ხშირად არის, რომ აი ადამიანს აქვს თავისი ხედვები ცხოვრებაზე, თავისი ხედვები სამართლიანობაზე, როდესაც რაღაც დიდი ღირებულებებისთვის შეუძლია იბრძოლოს ადამიანმა, ხო? და ეს დიდი ღირებულებები შეიძლება იყოს სამსახურში, მაგალითად არის გამწევი ადამიანი, არავის არ უყურებს, არავის არ უსმენს, ხო? ძალიან აქტიური, თავიდანვე რო იცის რა უნდა და ძალიან ენერგიულად მიუყვება ამ ცხოვრებას მარტოკა. როგორც წესი იუპიტერი ვერძები ჩემი გამოცდილებით ცხოვრებაში, აი კარიერაში უფრო მარტო მიდიან. აი თავის ცხოვრებას რო აწვევიან, მაინც არავინ არ ეხმარებათ ხოლმე, რაც არ უნდა ახლა იქ სხვა რაღაცებიც იყოს, ასპექტები, პლანეტები, კარმული კვანძები, მაინც თავისი, აი რაღაცნაირად თითქოს ჩაწერილი არის ეს კოდი, რომ მე ჩემით უნდა წავიდე, არავის არ უყურებ, არავის არ ველოდები, ეს ვერძული ენერგია არის, ხო? მებრძოლი სული, ესე ვიცახით. აქ შეიძლება გაჩაგრულებისთვის იბრძოდეს ადამიანი, იბრძოდეს სიმართლისთვის, იმიტომ რომ აი სასწორის და ვერძის ღერძი ჩვენთან სამართლიანობასთან არის და სუსტების დაცვასთან სხვათა შორის უფრო ვერძი არის კავშირში. არიან ხოლმე ტრენერები ყველაზე ისეთ ვარიანტში, აი მაგალითად სპორტული ტრენერი შეიძლება იყოს, შეიძლება იყოს რაღაც სხვადასხვა სფეროს ლიდერი, წამყვანი, ხო? გამომგონებელიც შეიძლება იყოს აქ ადამიანი, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი არის გამომგონებელი. ეინშტეინი იყო სხვათა შორის იუპიტერი ვერძი, ჩერჩილი იყო იუპიტერი ვერძი სხვათა შორის და ეს და იქ კარმული კვანძის ქონდა ღერძზე, სასწორი ვერძის ღერძზე და ეს სასწორი ვერძი იყო ხოლმე აი ეს მისი თან ზომიერი დიპლომატიურობა, თან შემტევი სამართლიანობა, მაგალითად, ხო, დაცვა რაღაცნაირად იქ სიმართლის და როგორც წესი სამხედრო სფეროც შეიძლება აინტერესებდეთ, ომის ხელოვნება, იმიტომ რომ ვერძი ეს არის ჩვენთან საბრძოლო თემა, ეს არის მაგიტომ გითხარით, სპორტში შეიძლება წავიდეს ადამიანი, კარიერაზე ახდენს, ხო, გავლენას. შეიძლება იყოს რაღაცნაირად მარტოხელა ლიდერი. შეიძლება ჩვეულებრივად მუშაობს, თავის სფეროშია, მაგრამ მარტომ გაიტანა თავისი ცხოვრება, ხო? აი აქ ლაიტმოტივი, მისი ხედვები, ფილოსოფიური ცხოვრებისეული ხედვები არის, რომ მე ჩემი ცხოვრება მარტომ უნდა გავიტანო. გააჩნია იქ მეშვიდე სახლში შეიძლება იყოს, მაგალითად, იქ შეიძლება მთვარესთან შეერთებაში იყოს, ოჯახი შემოვიდეს რაღაცნაირად დამხმარეთ. აქ ბევრი სხვადასხვა ვარიაციები არის, მაგრამ ცენტრი მაინც არის
ვერძული, რომ მე როცა მოძრაობ, მე როდესაც დამოუკიდებელი ვარ, მე როდესაც ჩემს თავზე, თავის არის ვერძი, ჩემს თავზე, ჩემ აზრებზე ვარ დამოკიდებული მთლიანად, ხო? მაშინ მიმართლებს. აი აქ უკვე შემოდის გამართლება იუპიტერიანული წარმატების პლანეტას, ამიტომ ეძახიან. ამავე დროს პირველ სახლშიც მსგავსი არის პირადი ინიციატივები. უბრალოდ აქ პირველ სახლში ეს არის იუპიტერიანელი ადამიანი და შეიძლება უკვე პირველ სახლში არის ადამიანი, რომელიც მგზავრობს, ან ადამიანი, რომელიც უკვე ჰაბიტუსზე აწერია, რომ შულდოს სნური ენერგეტიკით არის, ხო? ან უცხოელებთან არის, ან მგზავრობს, ან მაგალითად უმაღლეს განათლებაში არის სიტყვაზე, ხო? ეს უკვე პიროვნულად როგორ გამოხატავს თავს და ვერცში იუპიტერი, ეს არის ზოგადი ენერგია, რომ ეს ადამიანი ძალიან ინდივიდუალისტი არის, აქტიური არის, ნეგატიურად, როცა ვლინდება, მაგალითად ნეგატიური ასპექტები თუ აქვს იუპიტერს, აქ შეიძლება გამოვლინდეს, ხაშის ლომშიც ახასიათებს ეს ეგო, გადიდება. ეგოსი, ხო, ვერძული ენერგიის, რომ მე ყველაფერი შემიძლია, მე ყველაფერი მესმის, თუმცა იმდენად ვერძი არის კეთილშობილი, გახსნილი, არანაირი ეს არა რაღაც ბოღმები, შურები, რაღაცები და ამ ხალხს ძალიან ეტყობა ვერძული ეს გახსნილობა, ღიად თამაში, ამაყად თამაში, მაგალითად და შინაგანი რწმენა საკუთარი თავის, რომ მე თუ რაღაცას გავაკეთებ, ეს იქნება ეს ჩემი ენერგია არის. ან თავის ენერგეტიკასთან ყველაზე ახლოს არის ეს ინდივიდუალური აქტიურობა, ხო, ინდივიდუალური ჩართულობა ყველაფერში და სხვების დახმარება მაინც რომ არ ჭირდება თან არც უმართლებთ თუ სხვები ჩაერევიან ხოლმე. სამხედრო თემატიკა ხო გეუბნებით, ხშირად მოდიან ან პირველ აღმომჩენები არიან, რომ რაღაც ისეთი გააკეთეს, რაც არავის არ გაუკეთებია. უნდათ კიდეც რაღაც ისეთი გააკეთონ, აი განსხვავებული გზით იარონ, დამოუკიდებელი გზით, რომელიც სხვებს არ გაუვლია ეს გზა, ხო? პიონერებს ეძახიან ხოლმე ხშირად ამ იუპიტერის ხალხს და ცნობილი ადამიანების, თქვათ, ხო გეუბნებით, ძალიან ბევრი ისეთი აქვთ გაკეთებული, პიონერული ხშირად ეხლა მე როგორც მახსოვს, ანჯელინა ჯოლი არის იუპიტერი ვერძი. და ნუ მისი ფილმები ძირითადად იარაღთან რო იყო ხოლმე დაკავშირებული, ხო? სულ საბრძოლო და თან უხდებოდა, თარეც ვერ ჩიყავს მე მგონი მას როგორც მახსოვს და აი ეს ასევე მილიტარი თემა, ძალიან საბრძოლო თემა, ძალიან აქტიური არის ხოლმე. მასთან ზოგადად ესე მუშაობს. პოლიტიკოსებში ეს არის მარტოხელა უსუფაშვილის ხაშურის მე რო ვნახე ადრე იუპიტერი ვერძი არის ძალიან ესეთ კარგ რაღაცებს ამბობდა ხოლმე ვერ მარტო იყოს გუნდს მაინც ვერ კრავენ ხშირად მარტოხელები არის თუ ვინმე გაყვება თორე ის რო ეხა გუნდი შეკრა ნაკლებად აი ივანიშვილი იუპიტერი ლომი არის და მან გუნდი შეკრა. საჭირო ხალხი მოიკრიბა, გარშემო მერგი გადააგდო. ყველა და თხისკაში გადავიდა, მაგრამ ხალხ შეტყაში იუპიტერი ლომი უფრო ესე მუშაობს გუნდს კრებს. ვერძი არ კრებს, ვერძი მარტო მიდის და თუ გაყვებიან, ოკეი. სალომე ზურაბიშვილი იუპიტერი ვერძი არის მაგალითად ჩვენი პრეზიდენტი და მასაც ჰქონდა ეს ყოველთვის რომ აი რაღაცას იტყვის ისეც, ახლა ესეთი ხალხის დამორჩილება მაინც ნაკლებად არის ხოლმე შესაძლებელი, იმიტომ რომ აუცებ თან სიჯუტეისის ნეგატიური იუპიტერმა ვერძმა, აი თუ გაჭედა რაღაცაზე, არა მე მართალი ვარ და მორჩა, ვეღარ გატეხავ, ვეღარაფერს აღარ გააგებინებ. ეს ნეგატიურ ასპექტებში ესე იცის ხოლმე. ძალიან ცუდ გამოვლინებაში შეიძლება უკვე ნარცისიზმი, ამპარტავნება ეგოს განდიდება, ესეთ რაღაცები ხა ყველაფერს აქვს, მე თუ მკითხავთ ასპექტებში ყოველთვის გვაქვს ამის რისკი და ამისი გავლენები და ესეც ოკეია, ადამიანური მომენტები არის, ხო, მაგრამ თვითონ იუპიტერს ახასიათებს, აი როგორც ახლა სასწორი იუპიტერს ძლიერი მერყეობა ახასიათებს და ამ მერყეობაში იჭედება მერე წლობით სიტყვაზე და ეს მისი ნეგატიური არის, ხო? აი ესე იუპიტერი ვერძში შეიძლება
ძალიან მარტო დარჩეს, სულ მარტო იყოს, იმიტომ რომ ვერ ახერხებდეს ადამიანებთან და რაღაცნაირად შეთანხმებებს. ოღონდ უკვე კარიერაში არის აქ ლაპარაკი, ან სად აფეთქდება არ იცი, ხო? აი ეს იცით ნეგატივს ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ზუსტად ეს თვისებები არის, მერე რომ გაკაჩავს ადამიანს თავის სათქმელს ათქმევინებს, ესე რომ ვთქვათ. და აქ უკვე იმას უყურებთ ადამიანი როგორი არის ზოგადად, ხო? ეხლა როგორი აღზრდა ქონდა, როგორი სოციუმში ტრიალებდა, ერთი რუკით შეიძლება ორი სხვა ადამიანი სხვა გზით წავიდეს და აქ ძალიან დიდი გავლენა ქონდეს გარემოს, ხო, მასზე. და ამ პლანეტების ენერგია ყველაზე დაბალ ვიბრაციულად გამოიყენოს, ესე ვთქვათ, ხო? მაგრამ აი ამ იუპიტერს რო ვხედავთ, უკვე ვიცით, რომ ეს ადამიანი მარტო მიდის თავის გზით, ლიდერია, ენერგიულია ძალიან და თუ არ არის ენერგიული ის იუპიტერს უბრალოდ ვერ იყენებს და უდევს. ფიზიკური აქტიურობა მისთვის, ეგრევე ოპტიმიზმში მოდიან, როგორც კი ფიზიკურ აქტიურობას იწყებენ, რაღაც ახალის დაწყება უნდა სულ, მაგალითად, სულ ახალი გამოწვევები უნდა იყოს. აი ბედნიერება, საიდან მოდის ადამიანის ცხოვრებაში, იუპიტერს უყურებთ, აი აზროვნებით რო ჩაწყვეტეთ, ხო? მაგალითად, იუპიტერი კუროში, ბედნიერება მოდის სტაბილურობიდან, სილამაზეს რო ეხება ადამიანი ამ ბუნებას და ნატურალურ რაღაც სამყაროს რო ეხება ის აბედნიერებს. ვერც აბედნიერებს ახალი დრაივები. ერთი და იგივე სამსახური ერთფეროვნება იუპიტერი ვერძისთვის ძალიან მოსაწყენი იქნება და უბრალოდ ბედნიერების ენერგია გაქრება, იკარგება იუპიტერის ენერგია. ანუ თუ ჩვენ გვინდა ცხოვრებაში ბედნიერები, ოპტიმისტურება, რა მაბედნიერებს, რა სიამოვნებს ეს ვენერა არის ჩვენ და რა მაბედნიერებს ეს იუპიტერი არის. ეს სიტყვები დააკვირდით ხოლმე ამ სიტყვებში ჩაწვდით ან ადამიანებს, ან საკუთარ თავს მაგალითად, ხო, რა მაბედნიერებს და თუ არაფერი არ მაბედნიერებს, ან არაფერი სიამოვნებას არ მანიჭებს, ვენერას უყურებთ და იუპიტერს უყურებთ. აი ეს არის აქ თავარი, ხო? რაც უფრო დაძაბულ ასპექტებში ორივე, მით უფრო გვიჭირს სიამოვნება მივიღოთ ცხოვრებისგან და ბედნიერად იგრძნოთ თავი. ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ამ იუპიტერს ამ სიტყვებით ვიმახსოვრებთ, ამ სიტყვებში საკუთარ თავში თერაპიულად ვიწყებთ დაჭერას ამ სიტყვის და როდესაც დრაივია, როდესაც მოძრაობა, მაშინ არის იუპიტერი ვერძი ბედნიერი. პირველი სახლი იუპიტერიც ანალოგიურად, როცა პირად ინიციატივებს გამოხატავს, როცა მარტო საკუთარ თავზე არის დამოკიდებული და სხვებზე არ არის, აქაც იღბალი მოსდის და ბედნიერად გრძნობს თავს და ეს ადამიანი იუპიტერს გააჩნია უკვე რომელი სახლიდან მოდის, ეს უკვე სხვა თემა არის, უკვე პირველ სახლში. ახლა მე-6 სახლიდან მოდის თუ მე-8 სახლიდან უკვე ძალიან გასხვავდება აქ, ხო? და ერთ ფორმულას ყველა იუპიტერ პირველ სახლზე ვერ ვიტყვით. იმიტომ რომ შეიძლება აქ საერთოდ სხვა ენერგია შემოაქვს, ხო, იუპიტერს, მაგრამ ზოგადი ჩარჩო ეს არის, რომ იღბალი პირადი ინიციატივებისგან, პირადი აქტიურობისგან აქ ადამიანს და გაფართოება. აი მე მინდა ძალიან დიდი ვიყო. ყველა ცუდი გაგებით წონა დიდი. ან დიდი სიმაღლე მაგალითად, ხო? მაგრამ ჩვეულებრივი კუთხით ეს არის იუპიტერი პირველ სახლში, რომ მე მიმართლებს, როდესაც ჩემი თავის მჯერა ჩემს ინიციატივებს ვავლენ, მსგავსი არის იუპიტერი ვერძში, ხო? ანუ მე ვარ აქ, მეტი არავინ არ არის, სხვა ვერძი ეს ენერგია არის. აზრები, იდეები სწორი, თავში სულ უნდა იყოს და სულ დრაივი უნდა იყოს. გაჩერება და მოწყენილობა და ერთფეროვნება მაინც მისი არ არის. და ფიზიკური აქტივობა აუცილებელი არის ხოლმე, იღბალი ბედნიერება მოდის, რაც უფრო მოძრაობაში არის, ცეცხლო მოძრაობაში არის ადამიანი. იუპიტერი კუროში საერთოდ სხვა ენერგეტიკა არის, ეს არის იღბალი ფინანსებში, სხვადასხვა იღბალი მაგალითად კურო ჩვენთან მართავს იქნება ეს უძრავი ქონება, იქნება ეს ბანკები, ფინანსები, მაგალითად ბანკში მუშაობს ძალიან ბევრი ხშირად იუპიტერი კუროთი. შეიძლება მიწათმოქმედების სფეროში ქონდეს ძალიან კარგი წარმატება ადამიანს, აგრობიზნესში იყოს და უმართლებდეს, შეიძლება იყოს ხელოვნების სფეროში ადამიანი ზერწავდეს, ხატავდეს, იქ იქნება სიტყვაზე, თუმცა ესე შაბლონურად ვერ გეტყვით თქვენ, რომ აი მაინც ამ სფეროში შეიძლება იუპიტერის ენერგიას ავლენს და არა აქვს მნიშვნელობა, ხა ეს ლაზარები რო არის, იუპიტერი კურო ყავს და ეზოთერულ სფეროში არის, ხო? და
მაგას ვერ ვიტყვით რომ თუმცა ხატავს და თავის ნახატებს ყიდის. ესეც არის, ანუ ხატრობაში ძალიან კარგი გემოვნება აქვთ, დიზაინერები არიან ხშირად, სილამაზის აღქმა აქვთ ძალიან კარგი, ფერების აღქმა აქვთ და ხშირად არიან უფრო ესეთ სფეროებში, ფინანსებშიც, ანუ ფულის გამომუშავებაც შეუძლიათ ხოლმე კარგად ან თუ ეს თემა აქვს მოგვარებული, ბედნიერების შეგრძნებაც არის, ხო? ან სილამაზე, ან ბუნებაში, სიარული მაგალითად, ან შეიძლება ადამიანი უბრალოდ ბიზნესში არის, სადაც მიწებს ყიდის, ან უძრავი ქონების სფეროში არის სიტყვაზე, ესეც კუროს თემები არის და აქაც ძალიან კარგი იღვალი აქვთ ხოლმე. ზოგადად ჩარჩო ესეთი არის, ადამიანის შინაგანად პირიქით უფრო მშვიდი არის, უფრო ესეთი ნატურალური რაღაცები უფრო მოწონს. შეიძლება ბუნებრივი იყოს ეს ადამიანი. სელენა ყუროებსაც აქვთ ხოლმე ესეთი ენერგეტიკა, აი ბუნებრივი, ყოველგვარი რაღაც ისეთი შტრიხებს, აი ხო არიან ხოლმე ძალიან ისეთი ხალხი რა, ძალიან ხელოვნურები. აი იუპიტერი ყურო ხშირად არის რომ მე ღირებულებათა სისტემა მაქვს, რომ ბუნებრივი ვიყო ძალიან და ვიყო აი ძალიან ადამიანური, ძალიან ნატურალური. ხშირად ესეთი ტიპაჟები არიან, ბუნებრივები, კეთილები, ძალიან რბილები, თბილი შეიძლება იყოს, ვერძი თუ არის ენერგიული, ახლა მე ვინც მყავს იუპიტერი ვერძები, მეც ცოტა ესეთი ვერძული ენერგეტიკა მაქვს და დავქრივართ ხოლმე მანქანით, მოდი აქ წავიდეთ, სუ დრაივი რო გვაქვს და მომყვევიან და მოწონთ. იუპიტერი ყურო შეიძლება გადავწვა. იმდენად იყოს, აი უფრო სიმშვიდე, იქ ბუნებაში სიარული უყვართ, ტკბობა უყვართ ბუნების მაგალითად და მათ აბედნიერებთ სტაბილურობა, ემოციური სტაბილურობა, შინაგანი სტაბილურობა, როდესაც ყველაფერი არის სილამაზით მართული და სიმშვიდით მართული. ეს ზოგადად გეუბნებით, იქ შეიძლება მარსი იყოს შეერთებაში და უკვე სხვა ენერგეტიკა იყოს, მაგრამ ზოგადად ამ იუპიტერზე მე რა მაბედნიერებს, მე მჭირდება სტაბილურობა, მე მჭირდება ჰარმონია გარშემო, სიმშვიდე და შინაგანათაც ვასხივებ აი ამ სიმშვიდის ენერგიას, ხო? ხშირად რესტორანი აქვს, კვებითი ობიექტები აქვს, იმიტომ რომ ყურო აი ამ საკვებთან, საჭმელებთან არის დაკავშირებული, რესტორანთან არის დაკავშირებული, რაც ჰარმონიული გარემო ზოგი უბრალოდ დიზაინერი არის, ხო გეუბნებით, ხელოვნების სფეროში არიან პირდაპირ, ან მე მაბედნიერებს ხელოვნებასთან ურთიერთობა. შეიძლება სხვა სფეროში იყოს ადამიანი, მაგრამ ეს იუპიტერიანული ენერგია ყველგან ჩართული იქნება. ეს ღირებულებათა სისტემა არის, ხო, ადამიანის. ამავე დროს იუპიტერმა გადაჭარბებული მხარჯველობაც იციან ფუფუნების საგნებზე, მაგალითად, ახლა ყურო ჩვენთან ეს არის ჭურჭელი, მაგალითად, ოჯახის, აი, ოჯახს რო შეავსებს ისეთი ნივთების მართველის ენერგია აქვს და შეიძლება გადამეტებულად ადამიანი ძალიან ბევრ ფულს ხარჯავდეს კომფორტზე. ეს უკვე იუპიტერის ნეგატიური მხარე არის, ხო, შეიძლება აგროვებდეს, აი, ბევრი მინდა, მაგალითად, არა უშავს ზედმეტი არ არის ცუდი, მაგალითად და კონდეს ძალიან ბევრი ერთნაირი ნივთი, ან დაგროვებაც იცის ხოლმე იუპიტერმა ყურომ, რომ ჭირდება სტაბილურობისთვის და იქ შეიძლება მე ფინანსების პრობლემაც შეიქმნას. ამიტომ ყველა ნიშანსში იუპიტერი ადიდებს ყველაფერს, იმ მხარესაც და ამ მხარესაც. და აქ არის ზომიერება, საჭირო აქ დაკვირვება არის ხოლმე საჭირო მოდის, მაგრამ ასევე გაედინება ხშირად ბევრი, იმიტომ რომ მადა დიდია. შეიძლება ჭამა უყვარდეს ადამიანს ძალიან, დამცხრები ტკბილეული. შეიძლება სხვადასხვა ქალებთან ჰორმონალური დისბალანსიც იყოს, იმიტომ რომ ყურო ჩვენთან ქალური ვენერა მართავს ქალის პლანეტა და აქაც შეიძლება ჰორმონალური დარღვევები თუ არის იუპიტერი დაკვადრატებული ოპოზიციებში, ნეგატიურ ასპექტებში, ხო? ანუ სურვილები, ემოციები გადაჭარბებული იყოს აქ და იწვევდეს რაღაც ჰორმონალურ დარღვევებსაც, ხო? ამიტომ ყოველთვის ორივე ენერგიას ვითვალისწინებთ აქ იუპიტერის ზონაში. იუპიტერი ტყუპებში, სხვა შორის, ვერ ვიტყვით, რომ ახლა იუპიტერს აქვს თავისი ძლიერი მხარე და თავისი ნეგატიური მხარეც, მაგრამ ამ ვერ ვიტყვი, რომ ახლა იუპიტერი ტყუპებში იუპიტერისთვის ბედნიერი და კარგი ძლიერი მაჩვენებელია პირიქით ის საკმაოდ სუსტ მდებარეობაში, იმიტომ რომ ტყუპი არის ჩვენთან ანალიტიკა, მოკლე ინფორმაციები, ზედაპირულობა და კარგი გაგებითაც, ხა ჟურნალისტიკაში როდესაც არიან, ყველაფერის
წარმოდგენა აქვთ ცოტა. აქ არ არის საჭირო ფილოსოფოსი გახდე, ხო? ყველაფერში სიღრმისეული პროფესიონალი გახდე, აქ უბრალოდ რომ რაღაც ინფორმაციას ზედაპირულად ფლობ, უკვე ჩემთვის საკმარისი არის. აი, იუპიტერი ტყუპებში ამდაგვარ ენერგიას იძლევა ხოლმე, სიღრმეებში იმდენად არ ჩადიან, თუ ნეგატიური კუთხით შევხედოთ. კარგი კუთხით ეს არის საკმაოდ განათლებული ადამიანი, რომელიც შეიძლება ხალხი პატივცემდეს, რომ მან ყველაფერი იცის. შეიძლება ეს იყოს, აი რაღაც ენციკლოპედია მაგალითად, როდესაც ინფორმაციას სულ აქვს. სხვა შორის იუპიტერი მესამე სახლშიც მსგავსად მეორე სახლი გამომჩენია იუპიტერი კუროსი, მაგასაც გეტყვით. მესამე სახლშიც მსგავსად არის, როდესაც წერა, კომუნიკაცია, ნებისმიერი სამსახური, რაც კონტაქტებთან, კომუნიკაციასთან, ვაჭრობასთან არის დაკავშირებული, გიდობასთან თუნდაც დაკავშირებული, როდესაც ჩემი სამსახური ლაპარაკთან არის დაკავშირებული, უამრავ ზღვა ინფორმაციას გავცემ. ეს არის იუპიტერი ტყუპებისთვის დამახასიათებელი. ყველაზე ნეგატიურად ვილაყბო გაუთავებლად. რომ სულ იყოს ლაპარაკი, სულ იყოს კომუნიკაციაში ადამიანი, ეს არ არეალიზებულ იუპიტერს უყურებთ აქ, ხო? ესე აღვქვამთ, რომ თუ ამ მიმართულებით არის კარგი კუთხით წიგნები შეუძლია კარგად დაწეროს ადამიანმა და იqbali აქედან მოდის, რამდენადაც ადამიანი იუპიტერი ტყუპით განათლებულია, ნაკითხია იმდენად იზრდება იqbali. მისი და ნეგატიურს ხო განევით, იმიტომ მეძახიან, რომ აი შვილდოსანი არის მე სიმჯერა, მე რა ღირებულებები მაქვს, ხო? და ტყუპები არის მოქნილობა. ის წავიკითხე, აი უცებ ანალიტიკურად აქ რაღაცეები დავიმახსოვრე, კარგად შევკარი ინფორმაციები. და ამ დროს გრანდიოზულობის სურვილი აქვს იუპიტერს, დიდი აზროვნების სურვილი აქვს ხოლმე და ამის მიღწევა შეიძლება რაც უფრო ნაკითხი არის ადამიანი, რაც უფრო ბევრ ინფორმაციას ფლობს. აქ არის მისი იqbali. ესე რომ თქვა, დები, ძმები, ნათესავები ტყუპებთან არის დაკავშირებული, იqbali მოდის აქედანაც ხოლმე. ყოველთვის ვიღაცები ნათესავები ან თვითონ ეხმარებიან, ან მათ ეხმარებიან ეს ნათესავები, ან ორივე ერთად არის ხოლმე. ან პრობლემებიც მეტია ნათესავებისგან, ესეც არის, იმიტომ რომ იუპიტერი ყველაფერს ადიდებს. და შეიძლება გაადიდოს კომუნიკაციაში, ადამიანი გაუთავებლად ლაპარაკობდეს. გაუთავებლად უნდოდეს სულ რომ მოსმინონ. ოღონდ ეს არ არის აუცილებლობა, ეს არის ერთ-ერთი უკუჩვენება იუპიტერის, აქ ამ შემთხვევაში მესამე სახლიც, უფრო მეტად სახლები ჩვენთან ეს არის სფეროს ადავლენს ადამიანი თავს და კომუნიკაცია. არის მთავარი. თუ არის იუპიტერი კირჩხიბში და მესამე სახლში, ძალიან კარგი, მაგალითად, პედაგოგი შეიძლება იყოს დაწყებითი სკოლის, იმიტომ რომ ტყუპები ხშირად მესამე სახლი ჩვენთან დაწყებითი კლასები არის, ან აი ესეთი მარტივი ინფორმაციები არის და მშვილდოსნის ენერგია ჩვენთან უკვე ფილოსოფოსი, დოქტორანტი, ანუ რაღაც ისეთი ზედა. თუმცა პედაგოგიკაშიც იუპიტერი ტყუპებით ძალიან კარგები არიან ხოლმე, ეს ინფორმაცია სადაც კომუნიკაცია არის საჭირო, აქ ძალიან უმართლებთ და თვითონაც უყვართ ლაპარაკი, აბედნიერებთ ლაპარაკი და სულ ეძიებიან ინფორმაციებს, სულ რაღაცას კითხულობენ, ან სულ რაღაცას უსმენენ, ეს მოთხოვნილება აქვთ შინაგანი. ხლა ის რომ გამომრჩა მეორე სახლში იუპიტერი, მეორე სახლი ეს ფინანსები არის ანალოგიურად, ოღონდ იუპიტერი მეორე სახლი უშუალოდ გამომშავებული ფული არის. თუ კუროს ზოგადად შეიძლება მთლად ესე ფული არ იყოს და ბუნებაც იყოს იქ რაღაც ჩემი შინაგანი სიმშვიდე რაღაცა მეორე სახლი ეს არის კეთილდღეობა მატერიალური პირდაპირ ეს არის ოჯახში რამდენად გქონდა სიმყუდროვე სილამაზე რამდენად უყვარდათ ოჯახში აი როგორც საკვებთან არის პირდაპირ მეორე სახლი დაკავშირებული როგორი ხარისხის საკვები გქონდა ადამიანს ბავშვობაში ან თვითონ ბავშვობაში ასევე როგორი მატერიალური მდგომარეობა ქონდა ოჯახს და შემდგომ მისი მატერიალური მდგომარეობაც აქ მთელი ცხოვრების განმავლობაში განისაზღვრება. ახლა იუპიტერი თუ ოპტიმიზმია, ადამიანი მეორე სახლში როცა ყავს, ახლა იუპიტერი კუროში მთლად ესე არ არის, რომ ყოველთვის მექნება, ფული იქნება. მეორე სახლში ეს უკვე პირდაპირ ოპტიმიზმია, რომ არა უშავს მექნება. შემდეგ ახლა დავხარჯავ ყველაფერს, იმიტომ რომ მე კიდე მოვა.
აი ეს ოპტიმიზმი იძლევა უკვე მეორე სახლის იუპიტერი და თუ ვინმეს ან სიმდიდრე აქვს, ან დიდ შემოსავლებზე შეუძლია გავიდეს, ყოველთვის იუპიტერი მეორე სახლში არის და იუპიტერი მეორე სახლში გვაჩვენებს ასევე ღირებულებას, რამდენი ვღირ ვარ. და ეს ფინანსურ ღირებულებაზე კი არა, ეს არის ჩემი ღირებულებათა სისტემა, როგორი არის, ფინანსურიც არის, თქვათ, რამდენს მიხდიან. და იუპიტერია ყოველთვის ამბობს, რომ რა მეტი ეკუთვნოდეს, რომ გადაგიხადონ წესით, ანუ უფრო ძვირად უნდა აფასებდეს თავის შრომას, მაგალითად, თუ არის ადამიანი ახლა რაღაც ხელოვნების სფეროში, მისი ნახატები შეიძლება უფრო ძვირად იყიდებოდეს, ვიდრე სხვის, იმიტომ რომ მისი ღირებულება იუპიტერიანული არის, ესე რომ ვთქვათ, ხო? იუპიტერ კუროზე მთლად ესე ვერ ვამბობთ, იმიტომ რომ კურო არის ცოტა ზოგადი ენერგია, იქ ბევრი რაღაც სხვა ენერგიის ის არის ხო, მაგრამ აი ასპექტებიც არის მნიშვნელოვანი. მეორე სახლი უშუალოდ ჩემი ღირებულება, ჩემი ფული არის აქ, ჩემი შემოსავლები არის და რამდენად მე შემიძლია გავცე ენერგიას. ხა შეიძლება იუპიტერი მეორე სახლელები ყოველთვის გასცემენ ცოდნას იუპიტერი, ხო? გასცემენ საკუთარ რესურსებს და თუ არ გასცემს არ შემოუვა. ანუ აქ მნიშვნელოვანი არის რომ მე უნდა კერ დავაგროვო, მე შემომივა, გავცე და სხვა შეს რამდენ ფულსაც ხარჯავს, მეტიც შემოსდის. აი, ესე მუშაობს, ოღონდ მანდ უყურებთ ასპექტებს სხვა, რომ მთელ კომბინაციებს, უბრალოდ არც გიყვებით, რომ ეს იმდენად ოპტიმიზმის ენერგია არის, რომ აი ეს ამ ოპტიმიზმს შემოაქვს ხოლმე რაღაცები, თუმცა ამავე დროს ხარჯებით შეიძლება იგივე ძალიან დიდი იყოს. ესეც არის. ეხლა იუპიტერი კირჩხიბში, სხვათა შორის ახლა ცაზე იუპიტერი კირჩხიბში არის ერთ-ერთი ძლიერი მდებარეობა არის იუპიტერისთვის და ახლა რეტროგრადულობა დაიწყო იუპიტერის, ისევ კირჩხიბებს დაგვიბრუნდება. უფრო ახლოს, ანუ кайხანი ეს ივლისს და ეს არის გადიდება, მაგრამ სხვათა შორის კირჩხიბებისთვის, ზოდიაქოსთვის ეს არის რაღაც ახალი ციკლის დაწყება, ზეროსთან როცა მიდის იუპიტერი, შემდეგ წელს უკვე მოლომებს დაეწყებათ ეს პერიოდი. ეს არის ცნობიერების მთლიანად შეცვლა, ოღონდ რაღაც ახალი გზის ნახვა, ახალ მოგზაურობაში მიდის ცნობიერება თითქოს ადამიანის, ხო, ახლიდან იწყებს შეიძლება ცხოვრებას, ეს ტენდენცია აქვს ხოლმე, მაგრამ თვითონ იუპიტერი კირჩხიბში პრაქტიკულ გამოცდილებაში ესენი არიან ძალიან კარგი პედაგოგები, მათ ძალიან უყვართ ოჯახი, სახლისთვის შრომა, ოჯახისთვის რაღაც, ან ბინები კონდეთ მაგალითად, ხო, აქაც უძრავი ქონების თემა ძალიან აქტუალური არის ხოლმე, უნდათ ძალიან თავისი ადგილი კონდეთ, თავისი სახლი კონდეთ, გაუმჯობესონ მუდმივად საცხოვრებელი პირობები. შეიძლება არც მუშაობდეს ადამიანი დიასახლისი იყოს, მაგრამ აი რაღაცნაირად ყველაფერი გააკეთოს, რომ გააყიდოს სახლი და სხვა იყიდოს, შეიძლება ცუდ ადგილას, მაგრამ უფრო კარგი სახლი, უფრო დიდი, უფრო კარგი პირობებით, უფრო ახალი ავეჯით. აი ეს ტენდენციები აქ იუპიტერი აფართოებს, სურვილებს, რომ ჩემი ოჯახი უნდა იყოს კარგად, ჩემი სახლი, ჩემი კერა კარგად უნდა გამოიყურებოდეს, ახალი ავეჯი უნდა იყოს, თანამედროვედ უნდა იყოს, თანამედროვე გულისხმობ, აი არაფერი ჩამოძენცილი რო არ უნდა იყოს აქ რა, არ უყვარს, აი ამ იუპიტერს ძალიან არ უყვარს მოუვლელი გარემო. და სამსახურშიც სხვათა შორის ესეთი არის, რომ ის ყველაზე ზრუნავენ, უყვართ ზრუნვა სხვათა შორის, ძალიან კარგი თერაპევტებიც არიან ხოლმე და ბარაქა, იუპიტერიანული ენერგია შეძდით სახლში ძალიან კარგად. ძალიან მაღალი შანსები აქვს იუპიტერი, ვისაც კირჩხიბში ყავს, შიგნით შეიტანოს სახლის გარემოში ბარაქა, იზრუნონ ოჯახზე, იზრუნონ თავის თავზეც და სხვებზეც. ამიტომ, ყველაზე ისეთ ცუდ გამოვლინებაში შეიძლება ცუდს არ ვიტყვი, არასწორი სიტყვა გამოვიყენე, ყველაზე მარტივ გამოყენებაში შეიძლება ძალიან კარგი დიასახლისი იყოს, ადამიანი საჭმელებს აკეთებს არაჩვეულებრივ, კულინარია არაჩვეულებრივი, მაგალითად კულინარიაში მიდიან ხშირად იუპიტერი კირჩხიბებს, ხო შეჩემი არის იუპიტერი კირჩხიბი და სულ აი ოღონდ საჭმელი ეკეთებინა ხოლმე სახლში, ისე უყვარდა და სულ აუმჯობესებდა სახლს და სულ რაღაც ახალი უნდა დაეყიდა სახლისთვის, აი ეს მე თვითონ მაქვს ნანახი. ძალიან
შინაგანად სითბო შეიძლება გამოვლინდეს, ან შეიძლება კი არა თბილები არიან, ზრუნველები არიან, გისმენენ, აკვირდებიან შენს ემოციებს, ამ ასეთ ადამიანებს აბედნიერებს, როდესაც ვიღაცას გვერდში უდგან ან ემოციურად უსმენენ, გრძნობიარე ფსიქოტიპი არის ეს, აი ღირებულებათა სისტემა აქვს ესეთი ადამიანს, რაც არ უნდა ეხლა მძიმე რუკა ისა ესა იყოს, ხო? მაინც ამ ადამიანთან კონტაქტზე, ემოციურ კონტაქტზე გახვალ. ამიტომ არის ახლა ხგანებით, ვინც კი ფსიქოთერაპევტი ესეთი წარმატებული ან კარგი მინახავს, ხშირად აქ ყავთ იუპიტერი კირჩხიბში. პედაგოგიკაში ძალიან კარგები არიან ბავშვებთან ურთიერთობაში, რატომ? იმიტომ რომ რა არის პედაგოგიკა, ხო? მე თუ გრძნობების მესმის ადამიანის, რო ვაკვირდები ამ მოსწავლეს, მე თუ ზრუნველად ვუხსნი რაღაცას, მე კონტაქტზე ვარ ემოციურად, მე მესმის იმისი, ხო, შინაგანის, ხო? ეს ხო არ არის ფორმულა აუხსნა მათემატიკურად ჩაუყარო რობოტებს, ხო, არა ვასწავლით სიტყვაზე, ხო? აქ ადამიანური ურთიერთობები არის მნიშვნელოვანი და იუპიტერი აქ ადიდებს, ძალიან ამუნარებს და თვისებებს და ადამიანი საკმაოდ გრძნობიარე, საკმაოდ ემოციური, ემპათიური ხდება. და შემოაქვს აი ის ზრუნვის ელემენტები, ფსიქოლოგიური მოსმენის ელემენტები, უბრალოდ რომ იყოს იუპიტერი კირჩხიბი, ჩაოლებრო დაველაპარაკო, ძალიან მომისმენს, ძალიან ემოციებში შეიძლება შემოვიდეს, ხო, ის შინაგანი უნარები აქვს ზრუნვის და ამიტომ ხშირად ფსიქოლოგია ინტერესებთ, იმიტომ რომ იუპიტერის სწავლა არის, რისის სწავლა მიყვარს მე ყველაზე მეტად, მაგალითად, და კირჩხიბი ეს არის ემოციები, ბავშვებთან ურთიერთობები, ხშირად პედიატრებიც ხდებიან ხოლმე, როდესაც ბავშვებთან არის ხა ჩვილებთან, ზოგი არის ქალებს ბავშვები არიან ხოლმე, მაგალითად საავადმყოფოში მუშაობენ, მეან გინეკოლოგები არიან ხოლმე, ხშირად რეპროდუქციულ სისტემასთან მუშაობენ ხოლმე ხშირად, ესეც იუპიტერის თემატიკა არის და ასევე მე ხშირად შემხვედრია, რომ აი ძალიან უნდა თავისი ან კვების ობიექტის გახსნა, ან რაღაც რესტორანი, ან სადღაც სახლი, რომელსაც მე სასტუმროდ აქცევს, აი ესეთ გამასპინძლებასთან დაკავშირებული ყოველთვის არის ეს იუპიტერი. მეოთხე სახლში სხვადასხვა ხშირად ასტროლოგები ამბობენ ხოლმე იუპიტერ მეოთხე სახლზე, მეოთხე სახლი ჩვენთან კირჩხიბისთვის და დამახასიათებელი თვისებების მატარებელი არის, ეს არის პირდაპირ სახლი, ჩემი საცხოვრებელი სახლი, კირჩხიბი ზოგადად კირჩხიბული ენერგიები არის, ბევრი რამე შედის, მაგრამ მეოთხე სახლში პირდაპირ შედის სახლი. აი ახლა მე სადაც ვარ, აქ მეოთხე სახლი მაქვს ჩართული, ხო? სამშობლო ფესვები ასევე მეოთხე სახლი არის და აქ ხშირად არის, რომ ჩემი სახლი არის თელ სოფლიოში. კოსმოპოლიტანი ადამიანი. ის არ არის ძალიან ნაციონალისტი, ან ძალიან ნაციონალისტი, ან აი ჩემი სახლი, მე აქედან ვერ წავალ, პირიქით, სულ მოგზაურობა აინტერესებდა. სულ გაფართოება უნდათ სახლის. შეიძლება გქონდეთ რამდენიმე სახლი, მაგალითად, ან სახლები ადვილად ეძლეოდეთ, ამიტომ უძრავქონებაში ხშირად არიან ასევე ჩართულები. ასევე საზღვარგარეთ საცხოვრებლად ხშირად მიდიან, ან აქვთ ბევრი სახლი, იქაც ამაქვს საზღვარგარეთ სახლი, აქაც ამაქვს, აფართოებს, ადიდებს ყველაფერს, ხო? და სახლით შეიძლება გაადიდოს. იღბლიანი, ხა მეოთხე სახლი ჩვენთან ძალიან სპეციფიურია, ეს ადამიანის ქვეცნობიერი შინაგანი და სული მისი როგორი არის იუპიტერიანელი, ოპტიმისტი არის. შიგნით ეს ადამიანი ოპტიმისტი არის. ეს შეიძლება იყოს განათლებული პედაგოგი მშობლები ან წინაპრები, ანუ საგვარეულო იუპიტერიანელი, ანუ უცხოელები გვარში, ზოგჯერ არის ხოლმე იმდენი ხალხი არის ჩემს ოჯახში, ან იმდენი გენეტიკური ხაზი მაქვს, ან იმდენი ვართ სახლში, აი ეს იუპიტერს ეს ახასიათებს, დიდი სანათესაო ვართ, დიდი საგვარეულო ვართ, აი ესეთი რაღაცები მეოთხე სახლში ახასიათებს, თუმცა იუპიტერ კირჩხიბს ეს შეიძლება არ ახასიათებდეს, ხო? აქ მეოთხე სახლი ცოტა ამ ფორმითაც მუშაობს, ხო? მე მგონი საინტერესო იყო თქვენთვის, მე ხა გავერთე საუბარში და შემდეგში დანარჩენ ნიშნებსაც გავაგრძელებ იუპიტერზე. მეტია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარები და გაინტერესებთ უფრო მეტად, მაგალითად, რამდენად მოგწონთ ეს ვიდეოები, ყოველთვის ველოდები ხოლმე თქვენ კომენტარებს. ძალიან ველოდები კიდე, ძალიან მაინტერესებს ხოლმე თქვენი აზრი.
ფაქტი რომ ეს სხვა კავშირი თქვენთან არ მაქვს, აი ეს ჩემ მარტო ძალიან ოთახში წერ ხოლმე ვიდეოებს და ვდებ და წარმოდგენდა არა მაგ ვითნახულოს, რას ნახულოს თუ თქვენ არ მომწერთ. ეს არის ჩემთვის აი არ ვიცი, ჰაერში ლაპარაკი ესე რომ ვთქვათ და მაგიტომ ეს უკავშირი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე რომ მე თვითონაც გავერკვე რა გაინტერესებთ უფრო როგორ ჩავერთო. წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო და დროებით მალე ჩაგიწერთ დანარჩენ ვიდეოებს.